მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ნაზიბროლა რეხვიაშვილი, რომელიც არის ჟურნალისტური როგორ ქვია ჟურნალისტური მედია ორგანიზაცია ჯეოფაქტსის უფროსი ანალიტიკოსი, ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან კარგი მოქალაქე და ძალიან კარგი მეგობარი. დღეს მინდა რომ ნაზიბროლასთან ერთად ვისაუბროთ გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის UNICEF-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, იმ შედეგებზე, იმიტომ რომ ვინც თვალი გადაავლო ამ კვლევის შედეგებს, არ მგონია რომ გულგრილი დარჩენილიყო ამ შედეგების მიმართ და მინდოდა რომ ისეთ ადამიანთან მესაუბრა, რომელიც იკვეთება თავისი საქმიანობით იმ პრობლემებთან, რა პრობლემებიც იყო ამ კვლევაში წარმოჩენილი. ძალიან დიდი მადლობა ნაზიბროლა მოსვლისთვის. მადლობა ლალი შენ. რომ დაინტერესდი ჩემი აზრით და ყველას მადლობა ვინც მოგვისმენს. ხო, იმიტომ რომ ეს არის შოკირებული ვიყავი, რითი იცით. ჯერ პიზას კვლევებმა ხო მოგცელა. ხო და საერთოდ კლად ლურსმანი დაგვაჭედა. დაგვაჭედა ლურსმანი, ხო ასე ქვია, იმიტომ რომ ის რასაც უკვე შეგუებული ვიყავით, ანუ მოდი მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, რამდენიმე მიმართულებები ჩამოთვალოთ, რა მიმართულებებით გამოვლინდა ბავშვებში. ეს არის სასკოლო ასაკის ბავშვებთან ჩატარდა კვლევა, ანუ არასრულწლოვანი ადამიანების, ანუ არა სტუდენტების, არამედ სკოლის მოსწავლეების კვლევა ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ბათუმი, ქუთაისი, კახეთი, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აბსოლუტურად ყველა რეგიონი მოიცვა და ეხლა ჩვენ შევეცდებით ჯერ ჩამოვყაროთ ის პრობლემები, რაც გამოაჩინა ამ კვლევამ და მე თითოეულ პრობლემაზე რაღაცა საკუთარი მოსაზრება. ხო, მე ჩავშალოთ ალბათ, ხო? რაღაცა მოსაზრება ვთქვათ, რომ აი რატო და რა შეიძლება, რითი შეიძლება ეს იყოს პროვოცირებული. პირველი და რაც უკვე ვიცით და აღარავინ აღარ აპროტესტებთ, გვაქვს წაკითხulis ადეკვატურად აღქმის პრობლემა, ანუ ერთი არის ინფორმაცია და მეორე არის ჩვენ როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას, ეს ერთი. ჩვენმა ბავშვებმა არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ მეცნიერების კვლევის შედეგები და საერთოდ მეცნიერების პრაგმატული გამოყენება, მეცნიერების პროდუქტების პრაგმატული გამოყენება როგორ არის შესაძლებელი. Ну, მათემატიკურ უნარებში თავისთავად, ესეც ძველი ამბავია. აღმოჩნდა, რომ წინა პლანზე წამოიწია ამ კვლევაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე და ამ სერვისზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. კი, ამას ასახელებენ. ერთ-ერთი დიახ და კიდევ ერთი ყველაზე ესეთი პრობლემა, ეს არის ჩვენს ბავშვებს არ აქვს ნამდვილი და გამოგონილი ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევის უნარი. თან ეს ყველაფერი იმასთან რომ ტექნოლოგიებს ფლობენ, ასე თუ ისე მეტნაკლებად ფლობენ ტექნოლოგიებს, მაგრამ ეს ყალბი და მართალი ინფორმაციის გარჩევის უნარი ტექნოლოგიების ფლობასთან არ არის დაკავშირებული, ეს უკვე კრიტიკული აზროვნება. და ამიტომაც არის როგორც ჩანს ეს პრობლემა. და ძალიან უცნაური კიდე რაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ არც წერა, არც კითხვა, არც პირობის გააზრება, არც მეცნიერების გამოყენება და არც ტყუილმართალის გარჩევა, აქვთ მომავლის ოპტიმისტური ხედვა. ანუ რაღაცას ელოდებიან, ანუ საკუთარი თავს მომავალში ხედავენ როგორც რეალიზებულ ადამიანებს. თუმცა კარიერული განვითარების რაღაც ხედვები არა აქვთ. და როგორ უნდა მიაღწიონ, ანუ ოპტიმიზმი რას ეფუძნება, აი ეს არ ჩანს, ხო, აი მათ ოპტიმიზმში, მოლოდინებში. ხო.
აი ეს იყო დაახლოებით ეს აქცენტები იყო, ხო? თუ რაიმე გაგვახსენდება მე გზადაგზა შევავსებთ, მაგრამ მოდი დავიწყოთ იმითი, რაც ერთ-ერთი ესეთი ფუნდამენტური პრობლემა არის. მე მეგონა, რომ აი ეს ყალბი და მართალი ინფორმაციის გამიჯნა, ფეიქ ინფორმაციის ამოცნობა მარტივად რო ვთქვა, ეს უფრო უფროსი თაობის პრობლემა იყო. და ვაი დედაჩემთან და დედაჩემის მეგობრებთან ხშირად შემიმჩნევია ეს რომ რაღაცა ისეთ ატეხავენ ვიშვიშს და ისეთ ემოციურად არიან რაღაცა ისეთ ინფორმაციასთან რომელიც აი ძალიან მარტივი არის არანაირი შეიარაღებული ის არ ჭირდება ეს ძირითადად საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი რაღაცა გრაფომანიის თუ გრაფო ავტორიტეტის ის არის ანუ ის რაც წერია რაც ოფიციალურ წყაროებში წერია რომ ეს მართალია და ეს საყრდენია თუ რაღაც ამდაგვარი ის არის ძველთაობაში. ძალიან საინტერესო თემა შეეხია ახლა შენ. აი ავტორიტეტი და სერიოზული აღქმა ვიღაც პერსონების ან კვლევების, რომლებიც საერთოდ შესაძლებელია მოკლებული იყოს რეალურ საფუძველს. და აი საბჭოთა კავშირი ვახსენე, ჯერ ერთხელ ეს დეზინფორმაცია, ყალბიამბის გავრცელება მით უფრო მიზანმიმართულად, რაც უკვე პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი ხდება, ხო, თავისთავად მიზანმიმართულად და დამაზიანებელი მიზნისთვის ავრცელებ პროპაგანდას, ხო, რაღაც და ამას უდევს მორალიზმი. კი, ანუ წარმოიდგინე, რომ ასეთი ინფორმაციების მიმართ განსაკუთრებით გამოვიყენებ ამ სხვას მოწყვლადები არიან ადამიანები, რომლებიც ტყუილ ყალბ ამბებს მარტივად იჯერებენ. ანუ ეს ყალბი ამბავი შესაძლოა სულაც არ იყოს რაღაც პოლიტიკური მიზნის ან რომელიღაც თქვათ, რა ვიცი, აი კომერციული ჯგუფის ინტერესისთვის რაღაც მომგებიანი და საინტერესო, მაგრამ ეს რომ მაგალითად რის რომ პომიდურის ჭამით შეიძლება ვიღაც დაფეხმძიმდეს სიტყვაზე ვამბობ ახლა ან თქვათ რა ვიცი აი ვაქცინამ შესაძლოა ადამიანი დააფეხმძიმოს და უცხო პლანეტელმა თქვათ რაღაცა ანუ ამ ტიპის ინფორმაციები არის ისეთი კატეგორიის მასალა რომელიც ადამიანებს აბამს მარტივად დასაჯერებელ და მარტივად განსახილველ და სამსჯელო თემებთან. ნახე რომ დასხდებიან ადამიანები სადღაც ფანჩატურებში, რომელიც ვერ ვიტან. ჩვენმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდება მოგვიწყო ყველგან. დასხდებიან და მარტივად იმსჯელობენ, იმიტომ რომ ასე თუ დაიწყებენ ამ თემზე მარტივად მსჯელობას, მე იმათ შეუძლიათ გლობალურ პოლიტიკაზეც ისე იმსჯელონ, როგორც პროფესიონალებმა, რომლებმაც იციან აბსოლუტურად ყველაფერი ისრაელს, ამერიკას და თქვათ რა ვიცი, ახლო აღმოსავლეთ შორის რა ურთიერთობებია და ამას ისე გიმტკიცებენ და გელაპარაკებენ, რომ თითქოს მონაწილეობდნენ ორ ადამიანს შორის წარმართულ დიალოგში. ეს არის საბჭოთა და ფაშისტური იმის ფაშისტური, ნაცისტური იდეოლოგიის რაღაცა ჰიბრიდი ერთგვარი, რომ ამგვარი მიდგომა, რომ რაც უფრო სულელურს და დაუჯერებელს იტყვი, ესე იგი რაღაც შოკული თერაპიასავით მუშაობს, მით უფრო დაჯერებადი ხდება ის ხალხის. ოღონ სად მუშაობს ყველაზე მეტად ეს პროპაგანდა, იცი რომ ყველაზე მეტად მუშაობს სწორედ ისეთ ჯგუფებთან და ისეთ ადამიანებთან ან ქვეყნებთან, სადაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე არ არის განათლებული. განათლებაში ხა მე ხშირად გვისაუბრია ჩვენ ამაზე არ გულისხმობ მაინც და მაინც დიპლომების რაოდენობას, ხო? იმიტომ რომ ამის პარალელურად ადამიანმა უნდა მიიღოს ის განათლება, რომელსაც ჩვენ არაფორმალურ განათლებას ვეძახთ და ამ კვლევაში სხვათა შორის ერთ-ერთ რეკომენდაციაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ არაფორმალური განათლების გზით უნდა გამოსწორდეს ეს არსებული პრობლემა. და აი ახლა აქვე ვიტყვი, რომ როცა ჩვენ საუბრობთ, მე უბრალოდ მაყურებელმაც იცის, რომ ჩვენ როცა საუბრობთ, რომ ახალგაზრდებსა და მოზარდებში არის პრობლემა განათლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვლაპარაკობთ გულის ტკივილით, რომ ამათი ბრალი არ არის ისინი ამ დღეში ვარიან. ეს არის ჩვენი განათლების სისტემის ბრალი, რომელიც მიზანმიმართულად მე ამას ვამბობ თანმა და მე შეიძლება რა ვიცი სასამართლოში მამტკიცებინონ და მითხრან რომ ეს ცილისწამებაა, მაგრამ ოკეი, აი ვამბობ, რომ
ეს არის იმისთვის, რომ პროპაგანდამ რომ მართოს ადამიანები და რომ დააჯეროს და აჭამოს ის სისულელე, რასაც ახლა უსმენთ, რომ ხალი-ხალია, კაცი-კაცი და ევროკავშირში თუ შევალთ, მხოლოდ იმ გზით შევალთ, რომ კაცები კაცებზე უნდა გათხოვდნენ და ხალებმა ხალებზე იქორწინონ. აი ამას ვისაც აჯერებენ, იმ ადამიანებს სკოლის დონეზე არ აქვს საბაზისო უნარები მიღებული იმის, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან, ანუ თუ შენ ამ ინფორმაციას იღებ, მაგრამ არაფერი გაქვს შიგნით, რაც დაგეხმარება, რომ მე გაანალიზო ეს და აი რაც ახსენე ახლა კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო შესაბამისი ცოდნა საბაზისო თუ არა გაქვს, ბუნებრივი ამას იღებ როგორც რეალობას. იმიტომ რომ შიგნიდან არაფერი ეწინააღმდეგება ამ გარედან მიღებულ ცოდნას, შენ ვერაფერს ვერ უპირისპირებ და ის რომ მოდის შარვალ კოსტუმიანი ადამიანისგან, ან აგერ პარლამენტის ტრიბუნიდან, ან აგერ ტელევიზიების მიკროფონები როა მიშვერილი და ამას ტირაჟირებენ, აი მუდმივად ამას გაგონებენ და შენ მარტო ამის მსმენელი ხარ ამ პროპაგანდისტული არხების და ალტერნატიულ ინფორმაციას არსაიდან არ იღებ. ამ შემთხვევაში ხარ აუცილებლად მოწყვლადი. მე გეუბნები რომ ამონიტორინგებ ხოლმე ახ გადაცემებს ხო სხვადასხვა არხს. აი იმედს პოსტივის რუსთავიორს ან საზოგადოებრივ მაუწყებელ სამწუხაროდ. ის შესაწყალო ეს რა განსაცდელი ეს განსაცდელია. გეთანხმები სწორი სიტყვა იყო, იმიტომ რომ და ჩემ თავს ვეუბნები რომ მე ალბათ მთელ დღეს რო ამას უსმინო შესაძლოა, რა ვიცი, აი ამოგიყირაონ, თუმცა ეხლა ვუტრირებ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ცოდნა გეხმარება რომ ამასაც შეეწინააღმდეგო, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანმა რომ უსმინოს ახლა ამას, ხო, 24 საათის განმავლობაში და თან ამას როგორ აკეთებენ მე ხო, რაღაც სერიალებით და მე ამ სერიალებიდან გადაყავხარ იმაზე და მე მუდმივად გაქვს ჩართული აი ეს რაღაცა. კიდე არის ერთი კატეგორია, მას გამოვყოფდი, რომ ძალიან კრიტიკულადაც აზროვნებენ, აი მაგალითად მე რომ მომინდეს რაღაცა ჩემ ჯგუფზე გადმოვიყვანო, იქ ძალიან ჯვარედინ კითხვებს ასვამენ. მაგრამ აი დაწერილი რო არის სოციალურ ქსელებში რაღაც ოფიციალურად რომ თქვა გადაიცემა ტელევიზიებში და აი უფრო აი გრაფიკი ანუ იმ ფორმით რა ნაწერის ფორმით რა ნაბეჭდი ნაწერის ფორმით რო არის ეს ახდენს გავლენას ძალიან დიდს. ეს უნებლიეთ ასეთი ამბავი არის და მაგრამ აი ახლა მოდი ეს გასაგებია კარგი ჩვენ რაც გვჭირს და ჩვენ თაობას და უფროს თაობას, მაგრამ ამ ბავშვებს რა შეიძლება რომ ამ სიტუაციაში მოუხერხოთ. მაგრამ იმათი გაზრდილი ძალიან კარგი რაღაცა. ჩვენ პრობლემებს ყველა ვხედავთ და ყველა ვლაპარაკობთ სად რა არის პრობლემა, სად არის პრობლემა, მაგრამ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა. ანუ ყველაზე რთული სწორედ განათლების სისტემა რაც ვახსენეთ და რა ვიცი სულ ამბობთ რომ ეს განათლების სისტემა შესაძლებელი და რეფორმა არ დაეხმარება აქ არა და მაგრამ აქ უნდა იყოს აუცილებლად პოლიტიკური ნება და პოლიტიკურ ნებას პლუს ადამიანი რომელსაც უნდა ასწავლონ. სამწუხაროდ ჩვენს საჯარო სკოლებში და ნაწილობრივ კერძო სკოლებშიც ჯერაც არიან მასწავლებლები რომლებიც ანუ არ ვიცი ახლა მაგალითად აი გუშინ მიყვებოდა ჩემი მეგობარი რომ მასწავლებელმა სკოლაში უთხრა მის შვილს რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე და აბა ევროპა გვიდა გარყვნილი ანუ ზუსტად იმ ნარატივებზე ხედავ მორალის ის ანუ რუსეთი რანაირად შეიძლება იყოს ერთმორწმუნე რუსეთი როცა ყველაზე მეტი ზიანი გეუბნები აღამ ახმადხანს მიუყენებია ალბათ რაც ქართულ ეკლესიას და ტაძრებს და მონასტრებს რუსებმა უქნეს და ბოლოს და ბოლოს რა ვიცი მაგრამ სკოლაში ამ ისტორიებს არ ასწავლიან ბავშვებს. ამიტომ ამ ახალგაზრდებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ჩვენ არაფორმალურ განათლებას უწოდებთ, ანუ ის თქვათ რაღაცა ორგანიზაციები, რაღაცა კლუბები, რომლებიც სკოლებში აქამდე ფუნქციონირებდა შევდიოთ მეც არაერთხელ ყოფილვარ და ძალიან დიდი ინტერესით ესწრებოდნენ ბავშვები, ხო, სტუდენტები ყავს და იცი, ხო, უყვართ ბავშვებს საერთოდ კომუნიკაცია, სანამ მას ტვინს ბოლომდე დაუმახინჯებენ. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ზუსტად ანუ რატო შემოიღეს ეს კანონი, ხო, გამჭვირვალობის შესახებ, განა მართლა ის ფინანსური გამჭვირვალობა
აინტერესებდათ რა გამჭვირვალე არ იყო ნებისმიერი თეთრი რომელიც დონორის მიერ შემოდის ფინანსურში ყველაფერი აღრიცხულია და თუ სხვა რამე არ ვიცი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზე გაუმჭვირვალე ახლა მე შეხება მაქვს პირდაპირ მართლა არაფერი არ არსებობს ამ ისეთი დახურული და ყველა სისტემა კიდევ უფრო მეტად დახურეს ეს უწყები ხო და რატო შემოიღეს იმიტომ რომ ეს გზაც ჩაახშონ ანუ ის გვერდითი გზები და ალტერნატიული გზები, საიდანაც ინფორმაცია შესაძლოა სამოქალაქო განათლება, აზროვნების უნარი, აი ეს კრიტიკული წაკითხულიდან აზრის გამოტა, კითხვის დასმის უნარი და ცნობიერების გაზდა რითიც იყო შესაძლებელი და რა გზებითაც ისინი უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ ასეთ პროექტებს უკვე ჩვენ ვეღარ მივიღებთ, ვერ დაგვიფინანსებენ და მე არა მაქვს პრობლემა, ვთქვათ, მოხალისეობრივად რომ შევიდე არავინ არ შეგიშვეს, იმას ისედაც ვერ გააკეთა და ისედაც დაგიხურეს, და ვერ ეკონტაქტები და არ ვიცი, გარეთაც ამას ვერ აკეთებ და იმიტომაც არის საჭირო, რომ აღარ იყოს ეს ალტერნატიული ხელმისაწვდომი, არაფორმალური განათლება რა არის ის, რომ რაც თქვათ აკადემიურად უნივერსიტეტებში, სკოლებსა და ასეთ საგამოცხადო დაწესებულებებში პროგრამულად არ ისწავლება. თუმცა ცხოვრებისთვის გჭირდება. მაგრამ აუცილებელია. ანუ ჩვენ რო ვლაპარაკობთ 21 საუკუნის ადამიანზე, აი გჭირდება კი არა, ადამიანები ხო არიან, აი ჩვენი მოქალაქის ცხოვრების ხარისხი როგორია? კატასტროფული, ჩვენ არა ვართ ბედნიერები. ადამიანები რატო არიან მუდმივად გაღიზიანებული, რატო ჩხუბობენ, იგივე სოციალურ ქსელებში, რატოა მუდმივად ერთმანეთის ლანძღვა და პირისპირო შეხვდეს შეიძლება ხმა არა მოიღოს და არ გაქცეს. ოღონდ არ ვლაპარაკობ მართლა ფიზიკურად მოძალადების რა არის, მაგრამ ვიღაც აი ხალი ზის და ძალიან ხშირად ხალები გამომდნენ და დასაჭერია, საცემია, აბა რა არის, ეს რაღაცებს უწერენ, ხო, იმ რეჟიმის წვებს აქვე ვიტყვი, რომ თავისუფლება სიამაყობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა წვეს და იმედია ამასაც მალე მივახდევთ, მაგრამ მაგით გჭირდება განათლება, რომ ასეთი ადამიანები არ იყოს. აი ესეთი ადამიანები და ანუ რა სჭირთ ამ ადამიანებს? ანუ ის ჭირთ რომ გაღიზიანებულები არიან, მაგრამ ამ ქართულმა ოცნებამ დააჯერა, რომ თქვენ რო ხართ გაბრაზებული და ცუდად რო ცხოვრობთ და დაბალი გაქვთ პენსია, არ ყოფნით, ხელფასი არ გაქვთ ნორმალური, ვერ ცხოვრობთ წესიათ, ვერსად ვერ დადიხართ, ვერაფერს ვერ ნახულობთ, კინო, თეატრი, არაფერი, ყველაფერს მოკლებული ხართ, აბსოლუტურად. ეს ჩვენი ბრალი კი არ არისო. და იმათ ხო ჭირდებოდათ ობიექტივიზეთ ამ ბრას გამოაცხადოთ და უცხო აი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან დამნაშავე ამაში, ამათი ბრალიაო და ახლა რო გავაწლები და ჩვენ თორდიკე რეჟვაძის кейსიც მაგათი ბრალი. კი, რა თქმა უნდა, ანუ თუ მოვესწრებით იმას, რომ არ დავიხურებით გადასარევი, მაგრამ რომ მოხდეს ეს და არც ერთმა თავისუფალმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ არ იარსებოს. აი ეს ადამიანები, აი ვეკითხები, უკეთესად იცხოვრებენ, ის მასწავლებელი, რომელსაც გაღიზიანებულობა მთელი ცხოვრება თან დასდევს, იმიტომ რომ იქ სკოლაში სწავლების გარდა უამრავი საქმე აქვს, ის საქმე უნდა გაკეთოს ოჯახში, პური მიიტანოს, იქ დამრიგებელიც იყოს, რა ვიცი, ახლა მართლა საოცრად რამდენ რაღაცას გაწვეს და გაბრაზებულია, გაღიზიანებულია, ანაზაურება შესაბამისი არ აქვს, მაგრამ აი მე აღარა ვარ დავიხურე და აღარ ვწერ იმას, რომ აი სად არის დეზინფორმაცია და სად არის პროპაგანდა. უკეთეს გაუმჯობესდება იმას ცხოვრების ხარისხი და უკეთესად იცხოვრებს. კი, ბედნიერი მოკვდება. ხო, ანუ ამ ელემენტარული კითხვების დასმის უნარი რო არ აქვთ ადამიანებს და ასე ბრმად მისდევენ პროპაგანდას, სწორედ ეს არის იმის ბრალი, რომ ამის საფუძველი ის არის, რომ აი ჩვენი განათლების სისტემა ვერ ზდის 21 საუკუნის ადამიანს, რომელსაც უნდა შეეძლოს რაც თქვი წეღან, რომ აი თეორიული ცოდნა სადღაც რამე თუ მიიღო აქციოს პრაქტიკულად, ეკონომიკურად მომგებიანი გახადოს. იგივე რა ვიცი, აი ნებისმიერ რა ვთქვათ, აი პრობლემა მაგალითად კულტურული მემკვიდრეობის ზეგლი რო გაგცა, გენგრევა და როგორ შეიძლება რომ ის გახადოს შენთვის, შენი ოჯახის კულტურული მემკვიდრეობა მომგებიანი აქცია ეკონომიკურად, ხო, შემოსავლის გზად, ანუ ასეთი აუცილებელი ცოდნა მეწარმეობა მაგალითად 21 საუკუნეში მილიონი ადამიანის თითქმის, ახლა მილიონი არ არის 700,000 გასცა, მიბმული ჰყავს საარსებო შემწეობაზე ბიუჯეტს. ამას პლუს ადამიანები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში კიდე მილიონამდე ადამიანი სხვადასხვა ბენეფიტებს იღებენ, ან ადგილობრივი, ან რა ვიცი, რეგიონის ბიუჯეტიდან, ხო, აჭარის ბიუჯეტი. ანუ ეს ადამიანები რატო უნდა იყვნენ მიბმული იმაზე სახელმწიფო რას გადმოუგდებს იქანა და მუდმივად ისხდნენ და ამას ხო ეკარგება.
მე ადამიანს ხო თვითშეფასების უნარი უკვე ითდება, აღარ აქვს იმის თუათ რწმენა და მოლოდინი რომ რაღაცას გააკეთებს და მოუწევად შეუძლია და ამიტომ იცოლებოდა რომ იყოს გაჩვენებული და ის რაღაცა 300 ლარი მაინც მიიღოს. კი არა და ისა სტუდენტებს ეშინიათ რომ ხელისუფლება რო შეიცვალოსო ეს უფასო პროექტები რო აქვს ანუ დაფინანსებები რო აქვს მაღალმთიანი რაიონის ბავშვებს ამასო ხო არ მოგვიხსნიანო ბავშვები კითხულობდნენ რაღაცა ამიტომ როგორ უნდა ხელისუფლება უხდის და არა ბიუჯეტი ხო ხო ანუ ეს ხელისუფლება საკუთარი ჯიბიდან ხომ არ იხდის ამას ჩვენ ვართ გადასახადების გადამხდელები და ამასაც კი ვერ იგებენ 21 საუკუნის ქართველი უმეტესობა ვერ ხვდება რომ აი შენ რო შენი ჯიბიდან რაღაცას ყიდულობ სახლისთვის ხარისხიანი ხო გინდა ხო უფრთხილდები შენ ფულს რო რაღაცაში არ გადაყარო ტყუილად და ზედმეტი არავის გაატან ხო და ამასთან არ აიდენტიფიცირებენ იმას რომ ისიც მათი ჯიბიდან ამოღებული ფულია რასაც უხდიან იმ მარტო იმით ამოღებული კი არა რომ თქვა რაღაცა საშემოსავლო გადაიხადან რაღაც მაღაზიაში რაღაცას რო ყიდულობს იმ ნაყიდის თანხაში ხო შედის დამატებითი ღირებულების გადასახადი შედის აქციზის გადასახადი შედის ჩვენ ვიღდით ამ ფულს ჩვენ ფულს გვიბრუნებენ უკან მაგრამ იმასაც არ გვიბრუნებენ ისიც ძირითადად საკუთარი ოქროს სარაიების ასაშენებლად ჭირდებათ და იყენებენ ჩვენ ხო ისა სახელმწიფოებრივი აზროვნება ნუ ამ საბჭოთა კავშირმა და იმ 200 წლიანმა რუსეთის იმპერიის ბატონობამ ჩვენს სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ამ ყველაფრის პროდუქტია ახლა ეს ყველაფერი რომ ამოქოქვა გვინდა და რაღაცა ჭიაყელის ეფექტი იქნება რაღაცნაირად ეს მოვახერხოთ მაგრამ უფრო ამ ბავშვების იმედი მქონდა რომ აი 21 საუკუნეში ადამიანები სხვანაირად აზროვნებენ და სხვა შედეგები დაიდება თქო მაგრამ როგორც ამ კვლევებმა აჩვენა იგივე ამბავი გვაქვს ნუ ახლა ჩვენი სახელმწიფო თავად სამინისტრო განათლების სამინისტრო და ზოგადად არც ერთი სტრუქტურა განათლების სფეროში რაც საქმიანობს კვლევებით არ არის დაკავებული და ეგ არის უბედურება იმიტომ რომ კვლევა რო ჩაატარო მაშინ რაღაცა გაკეთებული უნდა გქონდეს მაშინ შედეგზე უნდა გქონდეს გათვლილი რაღაცა მიზნები უნდა გქონდეს ჩამოყრილი როლისი გაუმჯობესება გინდა რა გინდა ნუ ახლა ჩვენთან ეგ პრობლემა აბსოლუტურად რაღაც რომელ კატეგორიაშია გადაყვანილი გაცმარით არ არის პრიორიტეტი საერთოდ არანაირად და მე რა მაინტერესებს იცი აი ახლა ნახეთ მშობელი კითხულობს ამას როგორც ჩანს ინდივიდუალური მშობელი ინდივიდუალურ ბავშვზე არ აღიქვამს ხო ანუ კი არ თქვა ზოგადი სურათი ასეთი მაგრამ როგორც ჩანს არ გონია რომ ეს მიშულთანაც არის იგივე პრობლემა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა კვლევა გეუბნება რომ ბავშვი საქართველოში ვინც ცხოვრობს ბავშვი ვერ იღებს ცოდნას არ იცის წერა წერტი უნარები არ არის არ იცის კითხვა ვერ აყალიბებს აზრს ბიჭო ეს ქართველობა რო ვიბრაგუნებთ გულზე ხელს აღმოჩნდა რომ სათხერძელოსაც ვეღარ იტყვიან ცოტა ხანში ხო ანუ რამ შეიძლება რომ გაგაჩეროს რომ ხმა არ მოიღო და არ თქვა რომ რაღაცა უნდა შევცვალოთ ამ განათლების სისტემაში. როგორც ჩანს მშობლებსაც გონიათ, რომ ეს მათი არ არის და რაღაცა დისტანცირებიდან უყურებენ ამ პრობლემებს, ხო? და ეს ყველაფერი იწვევს მე ადამიანებს შორის გაუცხოებასაც ეს აისახება თუ ადეკვატური აღქმები არ მოხდა ინფორმაციის, იმ საზოგადოებაში სოციალიზაციაც ვერ ხდება. სოციალიზაცია თუ არ მოხდა, აბა რა ხარ, მაშინ გათითო კაცებული და ჩავიჭკეტებით ამ ჩვენ ბინებში და ვიქნებით რაღაცა ციფრულ ქსელებთან მიბმული ერი. ბევრი აღარ გვაკლია ხო აქამდეც არც უმაგისობა არის და ამ შემთხვევაში აი რა იქნება შენი აზრიც მაინტერესებს აი ხშირად ვუტრიალებ და ყველგან სვამ ხოლმე ამ კითხვას რომ აი რა ცვლილება უნდა განხორციელდეს ისეთი რომელიც რაღაცა ფორმით ამ პრობლემას მოდი ვთქვათ თუ ვერ მოაგვარებ ამ პრობლემას დაგანახებს მაინც რომ პრობლემა გაქვს
ჩვენ სახეს დაგარქმევინებს ჩვენ გქონდა ის რაღაც კატის გამოცდები, ხო, რომლებიც ინტელექტუალურ უნარებს არახეთ, ინფორმაციულ ცოდნას ამოწმებდა, დიც არაფერს ის უნარებს არ ამოწმებდა. ის გამოცდა და ისიც ძალიან ისეთ დონეზე რა, რომ სისტემა ისე მუშაობდა, რომ რაღაცა მინიმალური ბარიერი, მინიმალური ცოდნა რო ქონოდა, ხო, ამას გადალახავდი, მაგრამ ისიც კი იმდენად მძიმე სურათების მაჩვენებელი იყო ის გამოცდა, იმიტომ კი არ მოიხსნა, რომ ბავშვებს სტრესი არ ქონოდა და რაღაცა მშობლებისთვის ცხოვრება გაეოლებინათ. იმისთვის მოიხსნა, რომ არ დაენახათ ის პრობლემა, რაც სკოლაში იყო. ანუ წარმოიდგინე ხა დაახლოებით როგორი რაღაცა, რომ გააქვს ინსტრუმენტი, რითაც სომავ ინდიკატორი გაქვს რა და გასომე, რომ რაღაცა პრობლემა გაქვს და აქ რაღაცა დენი ცუდად გადის თუ რაღაცა და ადგე და ეს ინდიკატორი გატეხო გაბრაზებულზე. ხო, რაღაც ეგეთი ამბავი გამოგვივიდა, როცა ეს გამოსდები. ანუ ჩვენ ხო ეგ ძირთადად ეგ პრობლემა გვაქვს, რომ წარმოიდგინე, რომ აი ძალიან ისეთი ცნობილი ის რო აქვთ მიმართვა, რომ სახში რაც უნდათ ისაკეთონ. ანუ ქართველისთვის დამახასიათებელი ილია ჭავჭავაძესაც აქვს ძალიან კარგად სხვათა შორის იმაში, კაცი ადამიანში. ეს საშინაო და საგარეო ცნობიერება რა. ანუ კი ზუსტად საშინაო, ანუ თუ არ გაიგო თავად იმას ვიღაცას რო ვისყავს რა ახალგაზრდა გლეხის გოგო უარსაბი ყვება ამას და ამბობს რომ კაცო არ უნდა გაეგო სხვა სოთორი ახლა თავადიაო და დიდი ამ ხო ანუ წარმოიდგინე ეგ გვაქვს ეგ მოგვიზდევ ჩვენ ანუ თავარი არის რომ ვიღაცამ არ გაიგოს რომ შენ აქ რაღაცა პრობლემა გაქვს, რა ვიცი, ოჯახში ჭუბი გაქვს, აყალმაყალი გაქვს, რაღაცა არასწორად იქ გარეთ არ უნდა გავიდეს ხმა, მეზობელმა. ჩვენთვის თავარი არის ეს, რომ თავარი არის რომ გარეთ გქონდეს, საგარეო სახე გქონდეს, იმიჯი გქონდეს სუფთა და საშინაო, რა ვიცი, ჯანდაბას რაც უნდა ის ყოფილა. და ის ზუსტად ასე მიმართავენ, რომ ზუსტად ამ ცნობიერით მოძრაობთ ჩვენ, სამწუხაროდ ადამიანების რაღაც და სამწუხაროდ დიდი ნაწილი. ანუ ეს მშობლები ახლა რომელსაც საუბრობ შენ დასაწყისში ახსენე პროდუქტი ზუსტად ანუ ჩვენ მეც მათ შორის ხო ვარ საბჭოური სკოლის პროდუქტი მე ჩემი შემდგომი თაობა ხო იმ ადამიანების სკოლაში დადიოდა ჩემი ასაკის ადამიანები ასწავლდნენ ახალ თაობას იმათი ნასწავლები რაღაცა კი ფილტრება, მაგრამ ეს ძალიან ნელი პროცესი არის. იდეაში ჩვენ ყველა ვართ ამის პროდუქტი, ამ უბედურების, რაც ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში ხდება. რამდენი მშობელი გეგულება შენ, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს და თქვათ სამეურვეო საბჭოები რო არის, იქ მას ქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება, მოითხოვოს რაღაცები თუნდაც იქ რაღაცნაირი კანონი რო გვიწერია ზოგადი განათლების შესახებ იმის შესაბამისად რომ მოქმედებ. ანუ ბევრი იცი ასეთი. აი ყველაზე მეტად და მეორე მშობელი და როგორი შეფასება გამიკეთა იცი ერთმა მშობელმა. ინტრიგანი იქნებოდი. კი, რა კაიაო ყველა კლასში უნდა იყოსო შენაირი ინტრიგანიო და აი ინტრიგანი იქნებოდი. ხო და ის იყო და ის დამამთავრე ანუ გაიძულებენ რომ ქცევად შეცვალო, ასეც საზოგადოებაში ვარ. მე თვითონ ვაგვარებდი ჩუმად კლასში არ ვამბობდი და დირექტორთან მივიდოდი და ისე ვეუბნებოდი ახლა რევოლუცია გინდა თუ მარტივად მოგვარდება ეს თემა და ხო იცი რომ ინტრიგანია. ხო და არ ვამბობდი გამოიყენებდა. ხო. ხო და მე აი კიდე მეორე მაგალითად რა არის ყველა მშობელს აი გონია რომ მისი შვილი რატო იმიტომ რომ ამ სკოლაში ამ განათლების სისტემაში დაწერილი 10 ქულა ის ხომ არ არის ცოდნის ადეკვატური და შესაბამისი. ამიტომ მასწავლებელმა რო უთხრა ამ მშობელი რო აი ეგ არის კიდე კვლევის ერთ-ერთი რაღაცა კი რო შეუძლია კომუნიკაცია რაღაცით ხო ან თქვათ რა ვიცი ხო ვიღაცას წარმოადგენს ისეთია ვიტყვი რა პირდაპირ ფულიანია და მასწავლებლებთან რაღაცა ისე აქვს ურთიერთობები დირექტორ მისი შვილი არის კარგი საუკეთესო ანუ აღარ აქვს მნიშვნელობა ბავშვებს ღუპავენ მე ვამბობ რომ ამ ქვეყანაში ბავშვები არ უყვართ ანუ არ უყვართ იმიტომ რომ რაღაცა ფიზიკურად ან ფიზიოლოგიურად არ უყვართ არ უყვართ აი იმ რაციონალური გაგებით ხო რომ სამომავლოდ ეს ამ ბავშვებში ჩადონ ის რომ ის ბავშვი იყოს დამოუკიდებელი და შეეძლოს
სხვისგან დამოუკიდებლად საკუთარი ცხოვრების აწყობა. ამას არ აკეთებენ შვილებისთვის, ამას არ აკეთებენ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლების უმეტეს. ანუ უბედურება არის. მე რო ვყავ ჩვენ როგორ არ ყავს განცნობრივი ახალგაზრდები, მართლა არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, აბა ვინ არიან ისინი, სასწაულებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის, თქვათ, ამინდის შემქმნელი ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ და თან ზუსტად ვიცი, რომ ამ ბავშვებთან, ამ ბავშვებს მშობელში გაუმართლად, ან გაუმართლად მასწავლებელში, ან შენნაირი მასწავლებელი შეხვდათ და რაღაცა შეიცვალეს, ალტერნატიული ცოდნა მიიღეს და სხვანაირად და სხვა თვალი აეხილათ, გონების თვალი აეხილათ, ხო, კრიტიკული აზროვნება გაუჩნდათ. და მე შენი თქმნი რა, მე ვარ self-made ადამიანი, იმიტომ რომ მე რო საბჭოური სკოლა დავამთავრე, ერთი მასწავლებელი შეხვდა, ისეთი, რომელმაც განაპირობა და თქვათ, ბაბუა, რომელიც სულ წიგნით მახსოვს, რომ მუშაობდა, გლეხი კაცი იყო, საკონცენტრაციო ბანაკში იყო, ომიდან რო ჩამოვიდა, მე სოფელში სულ მახსოვს, რომ მუშაობდა და რო დაამთავრა და მოიწესრიგა, თავს დაჯდებოდა და სუწირს იწვო და იმასთან საუბრება რაღაცები განაპირობა, მაგალითად დამანგრევინა ის სტერეოტიპი, რომ ქალია და კაცია და ქალის საქმე და კაცის საქმე სხვადასხვა, ეს სტერეოტიპი მართლა იმან დამანგრევინა, რაღაცები ვიღაცებში უნდა გაგვიმართლოს, იცი, რაღაცა ადამიანებს, რომ სხვანაირად დაგვანახოს, რომ აი მის იქითაც არსებობს სამყარო. მე რა მაინტერესებს, იცი? და ბოდიში დავამთავრე, ხა ჩემი თქვა რა უნდა მოხდესო და ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ახლა ამასაც რო გიკეტავენ ამ არაფორმალური განათლების მიწოდების შესაძლებლობას, უკვე აღარ ვიცი რა უნდა მოხდეს. უკვე არ ვიცი, პოლიტიკურად თუ არ უნდა გადაარჩინონ შვილები, ეს უნდა. კი, მაგრამ ამ მშობლებზე რო ვსაუბრობთ ახლა, რომელმა მშობლებმა? ნუ გამოჩნდება ვიღაც ვინც. ანუ აი ვინც ჩანს გარეთ არიან, ითხოვენ, თქვათ, იბრძვიან იმისთვის, რაც არის ამ ქვეყნისთვის და მათი შვილებისთვის მნიშვნელოვანი, ხო, მათი განვითარებისთვის, მაგრამ დანარჩენები? სად არიან დანარჩენები? ხო და ეგ არის კიდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეხლა ამ სიტუაციაში ჯერ ერთი რომ დემოგრაფიულად რა კრიტიკული სიტუაცია გვაქვს და ამ დემოგრაფიული მდგომარეობის საპირწონე უნდა იყოს ჩვენი ინტელექტუალური მოცემულობა, რომ ჩვენ გონებით უნდა გადავრჩეთ. ხო არ გონია ვინმეს, რომ ჩვენ რაღაცა ის მოგვაკერა საბჭოთა კავშირმა, რომ ისეთი ექსცენტრული ერი ვარ და უცებ რაღაც ამოგხეთ ქავს და რაღაცას ვიზამ და ჩვენ რაციონალიზმით მოვედით აქამდე. ყავდა 1 2 3 ვიღაცა ვინც შეიძლება მთელი ერი არ იყო ინტელექტუალი, მაგრამ ის ქონდა რომ ვისზე გაგვეკეთებია სწორება, ეს ვიცოდით, ხო, ეს პატარა ამბავი არ არის. რაღაცა გავლენას ახდენდა, ხო, და რა თქმა უნდა, კი მე ტყვიას მივახლიდით შუბში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იმის ღირსებებიც ვიცოდით. დანახვაც ვიცოდით. ხო, დანახვაც ვიცოდით. ეს კაკო ბაქრაძე წერდა რომ რა უცნაური ერი ვართ, ყველაზე დიდი ნაწარმოები რაც არის დაწერილი ალბათ მსოფლიოში, ალბათ რა ვიცი, ჰომეროს შეიძლება შეადარო ხო, რუსთაველზე დიდი ხო რა ვიცი, და ადამიანის სახელი და გვარი არ ვიცით. მაშინ როცა რამდენი საუკუნით, 20 საუკუნით ადრე ავტორები ესე მოხდა რომ ზუსტად, ხო? ხო და ეს არის რაღაცა თავისებურებები გვაქვს, თუმცა რა ოპტიმიზმი მაქვს, იცი, ნუ ახლა 21 საუკუნემდე რო სული მოვადრიეთ ამ გეოპოლიტიკურ პირობებში, ამ რაღაცა სულ ჯაჯგურში, სულ ომში, სულ რაღაცა ხან ერთთან მიტმასნებაში, ხან მეორესთან მიტმასნებაში და თან როგორც ისტორია აჩვენებს, ყველა პერიოდში იყო აი ასეთი რაღაცა გახლეჩილობები, ხო, ის კახელების აღმახნული გათლილება და აღმაფარცხესო, ხო, ეს რაღაცა ისე რიტმისთვის მომწონდა სკოლაში რომ სწავლობდი და თურმე სადახარ აი მთელი სიგრძე სიგანით დაგილაგდება ჩვენი ერთ დღეს მოვა, ხო? აი ეს აღმა მოქმედებები არ შეიძლება მაგაში ჩვენი ინდივიდუალიზმი იყოს დამნაშავე და რაღაცა პოზიტიურის გამოვლენებაც იყოს, იმიტომ რომ ალბათ ვაბალანსებთ ამ ყველაფრით ერთმანეთს და ამ ტიპის ტოლერანტობა რო არ მქონდეს გამიჭირდებოდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. მე რაღაც ვერ წარმომიდგენია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის რომელ პოლიტიკურ მიმართულებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თავისი შვილისთვის კარგი რაც არის, ამას ვერ ხვდებოდეს. თან თუ ახლა ინტელექტუალურად და იმითი ანალიტიკას ვერ აკეთებ, რაღაც ისეთი მოცემულობა, რომ ზურგის ტვინი გაგრძნობინებს, ხო? რა არის უკეთესი? ზურგის ტვინიც არა. ლალი, აი შობელი ყოველთვის ახლა მართლა ყველა მშობელს უნდა საუკეთესო თავის შვილისთვის, მაგრამ
იმაშია ზუსტად არეული რა არის უკეთესი მივხვდი ამაში ეს არის წეგან რომ პროპაგანდას ვლაპარაკობდით ხო აი ზუსტად მაგას აქვს მისი შვილისთვის რა არის უკეთესი ახლა რო ეკითხა ხა ისინიც ხომ მშობლები არიან ვინც იმავე სოციალურ წერენ რომ აი რა თმინდა აბა ეგეთი ევროპა და ღირსება თუ წაგვართვეს და რაღაცა და ჩემს შვილს მაგისთვის ვერ გავიმეტებ და რისთვის ანუ აი იცის იმან რა არის უკეთესი ახლა ასეთ მამშობელმა იცის მაგათ თავიანთი შვილები ევროპაში ყავთ ძალიან კარგად იციან რა უკეთესი იმაც კი არ მომბო ვინც ამას პროპაგანდირებს ვინც ამ პროპაგანდის ადრესატია და ისინი ვინც წერენ მე ამაზე ის ვერასდროს ვერ წავა ევროპაში აი ხედავ და ის ხომ იშვილს ამას თვითონ ართმევს ამ შესაძლებლობას არა და რისთვის წირავს რომ იყოს ქუჩაში უსაქმურად გაივსო არა სრულწლოვანი კრიმინალებით და ქუჩის მენტალობას ზიარებული ბავშვებით უკვე ყველა ხედავთ ამას რომ უკვე ეს სერიოზულ პრობლემად გადაიქცა რომ კრიმინალი იზრდება ამ ქვეყანაში მე ვამბობ რომ ეს პრობლემები ადამიანები რასაც წავაწყდები ძალიან მალე ხო აქამდე ცხოვაწლებოთ მაგრამ ეხლა ყველა იქნება ეს საჯარო სამსახურში თქვა სერვის ცენტრებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის დამოკიდებულება ანუ არსად აღარ გვექნება ისეთი მომსახურება თქვა და ისეთი კომუნიკაცია რომ ჩვენ თავი ვიგრძნოთ ადამიანებად უბრალოდ ანუ უსაფრთხოდ კი არა ადამიანად რომ ვიგრძნოთ თავი რომ აი სადაც მივალთ რომ იქ ვიგრძნოთ რომ ის ადამიანი ორიენტირებულ ხელფასს იმაში იღებს რომ ჩვენ იქ რო შევედით მოგვებსახურონ ნებისმიერ სადაც წავთ იუსტიციის სახლი იქნება მასწავლებელი იქნება ექიმი იქნება თუ ვინც იქნება არაპროფესიონალიზმი და ადამიანების მიერ უდიერი დამოკიდებულება იქნება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. ამას ყველგან წავაწყდებით. აი პოლიციელის მიმართ გააქვს შენ რაღაცა უსაფრთხოების დამოკიდებულება და გრძნობა რომ ხო არა უკვე საფრთხეა. აღარა მაქვს. ეს საბჭოთა პერიოდში იყო პოლიცია საფრთხე და რაღაც ერთი პერიოდი პატრულის რეფორმა მე თითქოს ჩაანაცვლა, მაგრამ მე მიშას დროსაც დამიბრუნდა საფრთხის განცდა პოლიციელის ფორმას ვახავდი და იმას ნარკოტიკს ჯიბეში უდებენ ბიჭებს საფრთხის აი ხა არის ზუსტად ეგეთი პერიოდი, ანუ რა მე მაქვს საფრთხის შეგრძნება, როცა ვხედავ ახლა პოლიციის ფორმიან ადამიანს და კრიმინალი როა ჩემეზოში აგერ და იმას რა ქვი რაღაცებს აგერ იმას მიკროავტობუსის და ტაქსის მძღოლებს და სახაჭაპურებს ფულს რო დააწერენ რაღაცა ჭყალებს შომ ოფშიაკისთვის და მე იყოფენ ღია და რაღაცებს იპარენ იმას არ ეშინია რაღაცა ჩვეულებრივ ან ჩვენ გვდევნიან ესენი ან ჩვენზე რატო იმიტომ რომ იქ უკვე ღირსებაზე აღარ იქნება ლაპარაკი ანუ არაპროფესიონალიზმი არაკვალიფიციური კადრი ნიშნულოვანია რატო იმიტომ რომ იმას რო დაასაქმებ ის შენთან ვალშია მთელი ცხოვრება იმიტომ რომ გაუშვა სხვაგან ვერსად ვერაფერს ვერ შეძლებს ვერსად ვერ რეალიზდება და შენთან რეალიზდება და ამიტომ მეორე ამბა არც ვთქვათ მასი არ არის საქმე ეხლა ხომ მეუბრუნდნენ თავისიანებს აი ეს თამარის დასახლებაში სტადიონის შესყიდვის ამბავი ხო დაუბრუნდათ ისევ ბუმერანგივით თუნდაც ის ახლა რაც თვითონ ქართული ოცნების შიგნით არის რაღაცა ეს წილების გადანაწილებები და რაღაცეები კი ვიძახდი რომ ადრე ერთმანეთს რო დაერევით თქო მე თქვენზე გადმოვლენ ანუ ვინც მაგათი მომხრეები ხართ მე თქვენ ამას სამი კვირის უკან ვავობდი და ასე უცებ თუ ასრულდებოდა ხო ეს არის ცხოვრება ხო რაღაცას გვასწავლის არა ჩვენ ხო გვინახავს აგვიკითხავს თუ არ გვინახავს ხო ის როგორ არ გვინახავს რეჟიმები ასლანაბაშიძის პერიოდში კი ასლანი აქ მაგრამ სხვა უფრო დიდი იმპერიებს ვკითხულობთ და ვიცით ხო რაღაც ანუ მაგრამ ჩვენ განსხვავება ისე რომ ჩვენ აი ეს ვიცით იმიტომ რომ ვკითხულობთ სხვა ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ აი ეს არის აი იმან ეს ვერ უნდა შეძლოს იმ საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ ასეთი ცოდნა ვერსაიდან ვერ უნდა მიიღოს რომ ანალიზი არ დაიწყოს მერე და გარჩევა ტყუილი სად არის და მართალი სად არის და ვის არ შეუძლია და ასეთ შემთხვევაში ის ყოველთვის მოძებნის კიდე რაღაცა მეთოდებს რომ გადაფაროს რეალური პრობლემები და ყურადღება გადაგატანინოს სხვა რაღაცაზე. რაღაცა ადამიანი თქვა სახლი ჩამოინგრა და იმაზე გადაიტანეს პროპაგანდისტულმა არხებმა საუბარი რომ ისა რა ქვია მეხუთე კატეგორიის დაზიანება იყო თუ მესამე კატეგორიის. ანუ ეს ხო არის სპეციალურად რომ თან წინა კვირაში ედოთ მაგ სახლის ფოტოები
იყვნენ სოციალურ ქსელებში. ანუ ისეთ რაღაცებზე ვსაუბრობთ, ჩვენ რაც ზუსტად დამახასიათებელია იმ მდგომარეობას ახლავს თან. ეს თვალებში ნაცრის ხო, ზუსტად, აი რაც ჭირს, ახლა რაც ამ კვლევაში წერია, იმ მდგომარეობას მოაქვს შედეგად ის ახლა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. იგივე დებატების ხელოვნება. სად არის კულტურა. ტელევიზიებშიც ჩაახშეს დებატები. რატო ჩაახშეს? იმიტომ რომ ადამიანო ახალგაზრდები რო უყურებენ ამას, ხო, რაღაცებს უჩნდებათ ინტერესი, იმას მოусმინეს, ამას მოусმინეს, ანალიზის, რაღაცა კითხვის დასმის სურვილი რო გაჩნდება და კითხვა რო დაგებადება, უკვე ის მოითხოვს, რომ პასუხები ეძებო, ხო ასეა? ანუ შენ ცნობიერება რაღაცნაირად იზრდება. ეს დებატები ჩაახშვეს. და ისე გამიჩნდეს და ისეთ პოლარიზებულია, რომ იმედის მაყურებელი არ უყურებს, აქეთ არხების მაყურებლები იმედს აღარ უყურებს. მოიმედე და კაი ახლა. ხო და ანუ რას ვამბობ, იცი რომ ეს ძალიან სერიოზული დებატების გამოცდილება, დებატების ხელოვნება რო არა აქვს თაობას, ხო? მას არ შეუძლია არც ერთ საკითხზე ჩვეულებრივად ერთმანეთთან იკამათოს და ერთმანეთის აზრის პატივისცემით რაღაცა ეპაექნონ ერთმანეთს და მაგას ჭირდება ზუსტად გაგება, პირველ ეტაპზე გაგების უნარი და მერე არსებითის და არა არსებითის გამიჯვნის უნარი და არგუმენტისა და კონტრარგუმენტის შეპირაპირების უნარი და ეს ხო უკვე ისეთ რაღაცას გეუბნება ეს კვლევები, რომ უკვე ფუნდამენტშივე აპრიორი აღარ აქვს და ამის იქეთ უკვე და მე რას ხედავთ, რომ როცა შენ ცდილობ, რომ თქვათ არგუმენტირებულად თქვათ სხვა აზრის მქონე, იგივე თუ პროპაგანდის მსხვერპლთან ისაუბრო და რაღაც მიაწოდო, იმას არ აქვს არგუმენტები და როცა არ აქვს არგუმენტები, იწყებს გაბრაზებას და აგრესიას. აი ძალიან ისეთი ცუდი სანახავია ეს, ხო? იმიტომ რომ ხო, ნუ რაღაც ადამიანის სახელს კარგავს ამ დროს ჩვენი პრიორიტეტი და უპირატესობა რა არის სხვა არსებებთან, ხო? ჩვენ გონება უნდა გამოვიყენოთ და იგივე თქვათ მორწმუნე ადამიანი რო ხარ თქვათ და ამბობ რომ ღმერთის გწამს, აბა ღმერთმა ადამიანი გონებით იმიტომ შექმნა რომ შენი გონებით მოძრაო და იყო თავისუფალი და შენმა ტვინმა იმუშაოს და გაანალიზოს ხო რაღაცები და მიიღო ეს წოდნაც და თუ შენ არ იყენებ ამას და მარტო ერთი ვიღაცის ნაკარნახევით მოქმედებ და მოძრაობ ამ ცხოვრებაში და სხვას არაფერს არ აკეთებ, ვიღაცამ შენაცვლად უნდა იფიქროს, დაგეგმოს და მერე შენ მხოლოდ შეასრულო, მაშინ რა ვიცი, აბა ადამიანი რატო ხარ? ანუ რანაირად ხარ ადამიანი, მას თუ შენ ტვინს არ ამუშავებ და ამ ტვინს ფუნქციას თუ არ აძლევ. აბა რა განსხვავებაა მაშინ? ბიოლოგიური არსებობის საკითხამდე ვართ მისული, იმიტომ რომ მართლა homo sapiensობა ხო მარტო იმას. ხო, ერთადერთი ის დაგვრჩა რომ მაპატიეთ რომ რაღაცა თქვა ტუალეტში შესვა რო გინდა უნდა წახდეს რაღაც დახურვა ადგილას თუ ადამიანების თანდასწრებით რაღაცები ფიზიოლოგიური მოთხოვნები არ დაიკმაყოფ. აი ამ დონემდე დადის ჩვენი რაღაცა ზოგიერთი ადამიანის ცნობიერება, მეც არაფერს არ აკეთებს მისი ტვინი. ხო რაღაც მორალთან რაღაცა და საზოგადოებაში და დამკვიდრებული რაღაცა მორალი რო ის ახსოვდეს რომ იმას არ პატერნები აქვს ისეთი სტანდარტიზებული რომ აი რაღაცა მექანიკური პროცესი არის. არ ვიცი ნაზი აი გამოსავალი რაში შეიძლება რომ იყოს აი რა შეიძლება აი ახლა მაგალითად თქვათ გაგიჟდა საქართველოს ხელისუფლება და გითხრა რომ რასაც იტყვით გავაკეთებთ განათლების სფეროში. რას თავაზობ? ხო, აი რას შევთავაზებ? პირველ რიგში აუცილებელი არის კადრების, სწორად შერჩეული კადრები, რომლებიც გეგმას დაგეგმავენ და შემდეგ არ ხო, ანუ ეს ადამიანები კი უნდა გამიჯნო. უბრალოდ ეს სისტემა ბლოკავს ამ კადრებს. მაგაზე მოპარაკო. ანუ ის კადრებია ანუ ის კადრები უნდა გამოწამოწიო და ანუ კადრების პრობლემა კი არა გვაქვს სისტემაში როგორ უნდა შევიყვანოთ ეს ხალხი აი ზუსტად მერე უნდა გაიწმინდოს განათლების სისტემა იმ ადამიანებისგან ვინც არიან და მერე ასე ცენტრალიზებული განათლების სისტემა თავისთავად არ გაიწმინდა პირველ რიგში ეს ცენტრალიზებულობა განათლების სისტემას ეს უნდა დაინგრეს უნდა დასრულდეს აი არ ვიცი რაღაცა უნდა იყოს რომ თქვათ რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ქონდეს ეს წოდნა თქვათ და შენ მერე შენ სკოლაში ამ წოდნას როგორ მიაწოდე ამაზე შეუნდა იყო პასუხისმგებელი და მე რომ მშობელი ვარ მე შევხედავ ახლა ამ სკოლას როგორი გამოხმაურება აქვს როგორი ბავშვები გაზარდა რამდენად შეძლეს ამ ბავშვებმა რეალიზება რა უნარებით წამოვიდნენ იქეთ მე მეც უნდა გავაკეთებ არჩევას სად მინდა მე ვიყვანო ეს ბავშვი შენ სკოლაში მინდა თუ
რა ვიცი, აი სხვა ვიღაცა რომელიღაც სკოლაში. დღეს აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი, აი არანაირი განსხვავება არ არის, რომ სკოლაში მიიყვან ბავშვს. კერძო სკოლა იმით ისჯობს, რომ ფიზიკურადაა დაცული. უსაფრთხოები, ხო, ეს არის. ამის იქეთ არაფერი კერძო სკოლასა და საჯარო სკოლას შორის განსხვავება არ არის. იმიტომ კი არა, რომ კერძო სკოლებს არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ძალიან კარგადაც შეუძლიათ. სისტემა რო აძლევს კონკურენციას არავინ არ უწევს კონკურენციას. აი რაღაცნაირ სიტუაცია. მე რა მგონია, იცი, განათლების სამინისტრო უნდა არსებობდეს ასეთი ფორმით, რომ განათლების სამინისტრომ უნდა ატაროს კვლევები ამისთვის ერთი გაყოფილება უნდა არსებობდეს, მუდმივად უნდა ატაროს კვლევები, აწარმოოს ისეთი მონიტორინგი კი არა, OBXS-ივით რომ მოვალ და დაგხურავ, ამ ტიპის მონიტორინგი კი არა. მეთოდოლოგიური რჩევები უნდა გქონდეს რაღაც სისტემებს უნდა ამუშავებდეს, ანალიტიკას უნდა აკეთებდეს და სკოლებს უნდა თავაზობდეს ამ ანალიტიკის პროდუქტებს. აი ვთქვათ, გინდა ამ შედეგებზე გასვლა, შენ თუ ეს შედეგი გინდა, ამ მეთოდით არსებობს ამ შედეგზე გასვლის შესაძლებლობა. ვთქვათ, ეს რეზულტატი გინდა. შენ როგორც განათლების სპეციალისტი ახლა ამას აყალიბებ როგორც ვთქვათ აკადემიურ დონეზე და მე როგორც მოქალაქე გეუბნები, რომ აი ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ამ შემთხვევაში თავისუფალი არის სკოლა, მშობელიც თავისუფალი არის თავის არჩევანში და ის არის ძალიან კარგი ეს ამერიკული სისტემების ეს მომწონს, რომ არჩევითი არის public school-ების დირექტორები ირჩევს თემი მშობლები და ამ სიტუაციაში ხო მასწავლებლები და აი თუ იქნება ზუსტად თავისუფლად ჩვენთან ყველა არჩევნები არის ფსევდო რაღაც კვაზი არჩევნებია და რა ვიცი აი არ ვენდობი რა ახლა ამ წუთას რომ დანიშნოს სკოლის დირექტორების არჩევნები რომ მშობელმა რა ვიცი თქვათ სკოლის პედაგოგებმა და ვიღაცამ თვითონ აირჩიონ დირექტორი მე არ ვენდობი მათ არჩეულ დირექტორს მაგრამ არ არის გამორიცხული რომ თავისუფლებაში დაუშვა შეცდომა მაგრამ ის როცა შენი გადაწყვეტილების პროდუქტია და თავისუფლებაში დაშვებული შეცდომა გამოცდილებად გარდაიქმნება და ამ კორუმპირებულ სისტემებში და პასუხისმგებლობასაც და შენ იცი რა არის თუ ჩემ შვილზე და ჩემი შვილის მომავალზე არის საუბარი ჩემი ნათესავიც რომ იყოს კანდიდატი მე არ დაუჭერებ ხარს იმიტომ რომ ვიცი რომ ნეგატიურად აისახება ჩემ შვილზე და სხვის შვილებზეც ხო აი ამ ტიპის თავისუფლებამდე უნდა მივიდეთ და შეგვიძლია ეს დღეს ხო საქართველოში არა ვართ იმხელარი ყველა მიცის ვინ რითის უნდქავს და ვინ რას წარმოადგენს ხო ანუ ასეთი ავტორიტეტები კერა და რა ვიცი გნებავს ავტორიტეტი დაარქვი და გნებავს რა შეიძლება რაღაცა ადამიანის მიერ რაღაცა დაგროვილი სოციალური კაპიტალი ხო ასე დავარქვათ ესენი ხო შემთხვევით არ ხდება რა აი რამდენიმე ის არის ქვეყანა არის შეიძლება კონფლიქტები მე მგონი ალბანეთში არის ასეთი შემთხვევები მუსლიმები და ქრისტიანები ხო ცხოვრობენ და სულ ომები აქვს ხო სულ მუდმივად ომები აქვს და მაგრამ ალბანელებმა იციან რომ ქრისტიანებს აქვს კარგი განათლების სისტემა შეიძლება ქუჩის გადაღმა ჩხუბობდნენ მაგრამ შვილები მიყავს ქრისტიანულ სკოლებში იმიტომ რომ იციან რომ იქ კარგი განათლებაა აი ამ ტიპის თავისუფლებას მაინც მივახციოთ სხვა თუ არაფერი იცი რა არის ახლა უცებ ვიფიქრე და რავი კითხვასავით ვსვამახა რომ ასე თავისუფალ სისტემაში რომ მოხვდნენ ეს ჩვენი მასწავლებლები რომლებიც არჩევნებზე მაგალითად მაგიდის ქვეშ სიებით დარბიან და კოორდინატორები არის აი მათ შორის თქვათ თუ გეგულება ისეთი რაღაც ნაწილი პროცენტურად თუნდაც ვიცი რომელიც თვითონაც გათავისუფლდება ამისგან და აი შეძლებს რომ სკოლაში ის საქმე აკეთოს რაც მართლა მას მოეთხოვება საუკეთესო შემთხვევაში 10%. ანუ იმათაც ჭირდებათ გათავისუფლება, ანუ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ თავისუფლებაზე, მართლა მარტო საკუთარ თავისუფლებაზე ხო არ ვლაპარაკობთ არა. საუბრობთ იმაზე, რომ ის მასწავლებლებიც უნდა გათავისუფლდნენ, იქნება რომ იმ მასწავლებლებმა მე რომ ის აკეთონ, რაც მათ მოეთხოვათ, რაც მათი პასუხისმგებლობა, მათი საქმე და სიამოვნებასაც მიიღებენ ამით, რომ ისინი გაზდიან რაღაცა მომავალ თაობას, ხო? ღირსეულად და ეხლა წარმოიდგინე რომ შენ რო ის უნდა გააკეთო პოლიტიკურად პასუხისმგებელი ხარ ხო რაღაცა სამართლობას ჩადიხარ ასე ქვია უსამართლობას ჩვენ აფუჭებ მომავალს უფუჭებ ბავშვსაც და სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც
და ხშირად როცა ამბობენ რომ აი ეს ევროპა არ გვინდა და რაღაცა მოთხოვნები აქვს, ნუ ის მოთხოვნები, რასაც ევროპა აყენებს, რაღაცა ისე დაამახინჯეს, სინამდვილეში ევროპას არანაირი მოთხოვნა არ აქვს. ევროპას აქვს მოთხოვნა, რომ იყავით ავისუფალი და გიკეთებს სტრუქტურულ რაღაცა სოციალურ ბერკეტებს, სისტემურ ბერკეტებს გთავაზობს, როგორ უნდა დააბალანსო ძალაუფლება ხელისუფლების და როგორ იყოთ ავისუფალი. ამას გასწავლის. თორე ამის იქეთ ევროპაში არ გეუბნება, გინდა LGBT იყავი, გინდა ნუ იქნები. გინდა ყანწით იარე, გინდა რაღაცა. ჩოხით იარე და ჩიხტიკო. არანაირი პირიქით ძალიან მოწონთ ჩვენ. კი ბატონო. ჩვენი კულტურა გადარჩენილი რო არის, არ ვიცი, ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ დასავლეთის და ევროკავშირის. მე ვაზიარებ ყოველთვის მაგის სწორ მესიჯებს რო აკეთებენ, აი ისეთ რომ აი 8000 წლიან ღვინოს ხო ქვევრის საპატივცემულოდ 8000 ევროიანი კუპიურა რო შეიქმნა და მთლიანად ქართული დიზაინით რო არის გაკეთებული ისე ვიყავი ძალიან გულაჩვილებული ვიყავი ეს რო ვნახე თუნდაც ის რომ ძალიან ბევრი რაღაცა მე უცხოელებთან ხშირად თანამშრომლობდი სხვადასხვა პროექტში და აი ისეთი რაღაცების დანახვა შეეძლოთ ჩვენს კულტურაში და ამითი აღფრთოვანება, გულწრფელი აღფრთოვანება, რომ რასაც უყურადღებასაც არ ვაქცევთ, რაღაცა ძალიან ბივატელური რაღაცა. აი ეს ჩვენ ეს დავკარგეთ და რა კარგი აი ბებიებისადმი და უფროსებისადმი პატივისცემა თქვენთან როგორ სხვანაირად არის და ეს რა კარგია. ანუ ამ ყველაფერს ხედავენ და ძალიან მარტივად ხედავენ. და ეს მინდა ზუსტად რომ ჩვენს მაყურებელთანაც ეს სულისკვეთება მინდა გადავაზიარო, რომ ჩვენ გვჭირდება, ერთადერთი რაც გვჭირდება, ეს არის საკუთარი აზროვნების გენერატორები ჩვენ თვითონ რო ვიყოთ და ჩვენ თვითონ გავაკეთოთ დასკვნები და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ რა უნდა გავაკეთოთ. ყველაზე სასაცილო რა არის, იცით? აი ეს ისინი აი ეს ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, რაღაცა მშვიდობა რო კაია და რაღაცა თითქოს აიფარა ხელისუფლებებმა. მე ძალიან ბრაზდები ამაზე, რომ რატო უნდა ჩააბარო დემაგოგიის საგნად ის კულტურული ღირებულებები, რაც ნამდვილად გააქვს. რა თქმა უნდა, მშვიდობა არის ღირებული. რა თქმა უნდა, კულტურის და შენი ტრადიციების შენახვა არის ღირებული. რა თქმა უნდა, შენ არ უნდა გაითქვიფო და ზუსტად ინდივიდუალური უნდა იყო და ასეთი რო ხარ, იმიტომ გცემს ევროპა პატივს და იმიტომ აინტერესებს. ის კი არა, რომ იქ და იცით როგორ რაღაცა მოხვეჭელური ისა გვაქვს. ეს საბჭოთა გავლენა არის, რომ ჩვენ ველოდებით იქედან ფულს და რაღაცა მომხმარებლური დამოკიდებულება. რა მომხმარებლური პირიქით ევროპას რაღაცა შენი ღირებულებებიდან იქეთ შესთავაზე. ხო? ანუ გააქვს ეს ფასეულობები და ეს წამოწია წინა გვაქვს და აფასებს ის, კაცო, ევროკავშირს ის მოსწონს, რომ ჩვენ ვართ ინდივიდუალური, გვაქვს ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია და ამას ყველგან აფიშირებს ის. ყველგან ხაზს უსვამს, გიწყობს რაღაც ღონისძიებებს, რომ ქართველური ენები გაქვს, ოჯახი გაქვს, ენების ამ პატარა ერს. სასწაულებს აი მართლა როგორი პატივისცემა აქვს და როგორი სიყვარული აქვს იმის მიმართ, რაც ჩვენია, მართლა ჩვენი აი რაღაცა ავთენტიკურია ჩვენთვის დამახასიათებელი და არა რასაც კავკასიური რასაქვია. და არა ის რაც მე შეგვიცვალა და ამოგვიყირავა იმან ჯერ მეფის რუსეთი რო შემოვიდა, იქედან მოყოლებული ცდილობენ რომ რაღაცა შეგვიცვალონ ისიც კი თქვათ რა არის ქართველობა, რა არის ასეთ რისგან შედგება ეს, რომ აი ქართველი ვარ და ქართველობა რას წაგართმევენ? ანუ იმას თუ წაგართმევენ რომ მოძალადე ხარ თქვათ და რაღაცა რუსეთისკენ ილტვი და დაკარგე თქვათ რაღაცა ღირსება შენ იმიტომ რუსეთის მიმართ ხარ რაღაცა ესე მოწყვლადი ამას თუ წაგართმევენ ხო ანუ რა გააკეთა რომ მტერი გაგიქცია მოყარე გიქცია მტრად მშვიდობაზე გეუბნება რომ ომზე გეუბნება რომ მშვიდობა ანუ ვინ ამ ქვეყანას ყველა ჩამოეხსნა რუსეთის გარდა. ის ამ მშვიდობა ვიძახიან და ეხლა არ თქვეს გახარიანს თურმე იმდენი ტერიტორია დაუკარგია და რომ მშვიდობაზე ვარ. ვინ წაიღო ეს ტერიტორია? ევროკავშირმა წაიღო. ან ამდენი ევროკავშირის რომელ სახელმწიფოს მოსთხოვა ევროკავშირმა რომ დააკანონე ის რა ქვია ერთნაირ სქესიათა ქორწინება და მე მიგიღებთ რომ აი ეგეთი ხო ბუნებაში არის ელემენტარული რაღაცები არის ისეთი ელემენტარული ცოდნა რომელიც ამ ადამიანებს ჭირდებათ რომ აი
ამ პროპაგანდის მიმართ არ იყვნენ ასეთი მოწყვლადები. და ჩვენ ის გვინდა ეხლა რომ ბავშვები დავიცვათ ამ ყველაფრიდან. არ ვიცი ნაზი რა გამოგვივიდა, ჩვენ თვითონ კი ძალიან რომ მოგვეწონა ეს გადამდებია ეს მოხდი და იმედია რომ მაყურებელსაც მოეწონება. მოდი დასასრულისკენ წავიდეთ და ჩემი პოდკასტის ფინალი არის ყავა, იმიტომ რომ შემთხვევით არ ქვია ლალისთან ყავაზე, შემთხვევით არ არის რა ესე ბლუ ტაბლას ქართული წარწერებიანი მაგიდის საფარი თუ რომელსაც ძალიან მომეწონა რომ ჭიქა და ეს გადასაფარებელი არის არა? ხო, აი ქართული როა, ამიტომ აი სულ უცხოური წარწერები რო იყო. პროცეულები საოცრად მიყვარს ეს პროცეულები როა გადასაფარებელი. ხო და ეხლა უნდა ავიღო ეს შემდეგ ქართული ანბანიან მაგიდის დასაფარებელს გამოვიყენებ და აი ძალიან მომწონს, აი ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი, რომ წარწერები თუ შეიძლებოდა რაღაცაზე დიზაინის საბავშვი ქართული ყოფილიყო, ხო რაღაცა ეს კი, აი მე მაქვს ნანახი რა ლამაზად აკეთებენ, საოცრად ისეთი შთამბეჭდავია. ხო, შორის ვაჩუქეთ პოლონეთში რო ვიყავით ეგეთ წარწერიანი იქ მას მიწრებს. ხო, და რაღაცა შეუდარებელი ისე მოეწონათ აი ხო, ეს ქართული ანბანი ხო რა ვიცი, რაღაცა მედიტაციური ეჭერ ამისი წერა, როგორ შეიძლება ჩვენმა ბავშვებმა წერა არ იცოდეს, როგორი ანბანი ყო. ყავაზე რას მეტყვი? უგემრიელესი ყავა ან და ის ზოგადად რა ყავა შეიცვალა? აი, ყავა ჩემთვის არის არ ვიტყვი ხა ეს ბანალურად რაღაცა გამოსაფხიზებელი საშუალება და რაღაც. ეგ არ არის. ურთიერთობისთვის არის მარტო ყავის დარღვევაც არ მიყვარს. აი, ყავას თუ სვამ, უნდა დალიო ისეთ ადამიანთან, რომელთანაც აზრების გაცვლა გესიამუნება და რაღაცას იქედან წამოიღებ და შენგან რაღაცას დაუტოვებ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება არის ყავა. კი, და ამიტომაც არის ჩვენი პოდკასტი ეს, რომ ასე უნდა დავჯდეთ ისევე ყავასთან სამზარეულოებში და ვილაპარაკოთ ჩვენს პრობლემებზე. მაგრამ საერთოდ ნებისმიერი პრობლემები ყოველთვის ასე იწყება ყავასთან და სამზარეულოებთან და მე ფართოვდება და ამოხეთქავს სადაც იქნება, იმიტომ რომ არ შეიძლება ის მოცემულობა, რაც ახლა ჩვენ დღეს გვაქვს, იმ მოცემულობაში დავტოვოთ რაშიც გვაქვს. დიდი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა ძალიან საინტერესო გადაცემაა მართლა, იმიტომ რომ ვიცი შენი დამოკიდებულება განათლებისადმი და ვიცი რომ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ და რა ვიცი, აი ჩემი ერთი რაღაცა რიგითი ქართულის აზრით რომ დაინტერესდი, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. და იმედია რაღაცას დავუტოვებთ ჩვენს მაყურებელს აქედან. კი, რაღაც საინტერესო იქნება, რა ვიცი, იმის უფლებასაც ვუტოვებ ჩვენს მაყურებელს, რომ გაგვაკრიტიკონ, რაღაცები მიგვითითონ, კრიტიკა, ჯანსაღი. თუ რამე არ მოგეწონათ, თუ დაგვიწერთ, ყოველთვის პასუხობთ ხოლმე. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე, ჩვენ მიმყოფებოდით ლალიანთიცის საკვირაო სკოლაში და ჩემი სტუმარი არის ჟურნალისტი გამახსენოთ. ჯეოფაქტის უფროსი ანალიტიკოსი ნაზირე ხვიაშვილი. ნაზირე ხვიაშვილი ვიცი ეს ჯეოფაქტი ჩემთვის შენი ახალი იპოსტასია და კი, იმიტომ რომ მანამდე ფაქტ-ჩეკით მიცნობ შენ. ხო, იქიდან გიცნობდით. მოკლედ ასეთ საინტერესო ნოტაზე დავასრულებთ, დაველოდებით თქვენს კომენტარებს. კარგად ბრძანდებოდით.